თავიდან ეხლა რა თქმა უნდა არ გექნებოდა არაფერი შემოსავალი და ამ შემდეგ და აი უბრალოდ მოწონების დონეზე გქონდა ხო რომ ალბათ რაღაც მიხვდი რომ აი ეს მომწონს გავაკეთო და თავიდანვე ეხლა ფულზე რა თქმა უნდა არ ფიქრობ ადამიანი თუ მომწონს რაღაცა და სულ უყურებდი ამერიკულ აი უბრალოდ ხალხმა რომ გაითვალისწინოს რა რომ აი თავიდან ყველაფერი ესე არ ხდება რომ რაღაცა დაიწყო და ეგრევე ყველაფერი მოვიდეს აი რა თქმა უნდა ხო ალბათ ძალიან ბევრი ხანი ძალიან დიდი ხანი აკეთებდი ისე რომ აი არაფერი არ ქონია შემოსავალი ამ სფეროდან ამ შემდეგ უბრალოდ იმის გამო აკეთებდი რომ გიყვარდა ეს საქმე ხო ზუსტად მაგრამ იცი რა სულ რადგან ბავშვობიდან უყურებდი ამ ამერიკულ YouTube-ს და ვიცოდი იქ რა level-ზე იყვნენ სულ ვიცოდი რომ აი შეუძლებელია რომ აქ არ განვითარდეს რა და მეც ამ განვითარებასთან ერთად ერთ-ერთ საწყისში თუ იქნები შეუძლებელია ამან ბოლოსში რაღაც კარგი შედეგი არ გამოიყოს და პირველი სხვათა შორის 2018-დან მოყოლებული როგორ იყო იცი აი ესე რომ შევადაროთ რა ეხა ერთ ტოპ YouTubers რამდენი სპონსორი წავს და რამდენსაც გამოიმუშავებს დაუშვათ მაგას ვერ გამოიმუშავებდა ყველა YouTuberi ერთად მაშინ 2018-ში მაგალითად 2019-20-ში ანუ თქვენი ყავით ის მაშინის ტიპები ვინც ასე ვთქვათ შემოიყვანეთ სპონსორები YouTube-ზე რა ანუ ერთ-ერთი იმადგანი ხარ ხო მეც მომიწია ეგრე